პოლიტიკურ სპექტრს დაავიწყდა, რომ მის აღმატებულება პოლიტიკას თავის კლასიკურ დრამატურგიაში სამიმდგენელი აქვს. აი ხა წამზომი რო ჩაგირთონ, რამდენი ხანი შეგიძლია ილაპარაკო ხვალინდელ საქართველოს. სამართლიანი არჩევნებისთვის ერთობა. აი თითქოს მარტივია, საერთოდ სივრცეს არტოვებს არაფრის, ეხლა როგორ შეიძლება ამ ერთობაში არ გინდოდეს. რა ძალამ არ უნდა გაგაერთიანოს? თუ შენთვის თავარი არ არის მართლაც ერთადერთობა. ტრანზაქციული ლოიალიზმი, იმიტომ არის ტრანზაქციული, რომ არაფერზე არ შეგეთანხმდება იმ ტრანზაქციის სანაცვლოდ რა. ესე გაგრძელება შეუძლებელია და წინადადება არის ძალიან მარტივი, რომ სამართლიანი არჩევნებით გადავწყვიტოთ. რაც შეეხება ტრანზაქციულ ლოიალისტებს, ეს ნამდვილად არის ის ჯგუფი, რომელიც შეიცვლის აუცილებლად მხარეს, როგორც კი მიხვდება, რომ მეორე მხარის არის ძალა. პოლარიზაცია სჭირდება ორი ბანაკი, რომელიც წონით ახლოს არის ერთმანეთთან. თუ ერთის წონა გაცილებით დიდია, იქ არანაირი პოლარიზაცია არ არსებობს. გულახდილად გეტყვით, მე მაინც და მაინც მომხრე არა ვარ, რომ 2026 წლის აგვისტოს დასაწყისში ვისაუბროთ 2028 წლის, ვარსდები 28 ოქტომბერს არის დაგეგმილი არჩევნები. მაგრამ მეორე მხრივ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ამახვილებენ ამ თემაზე ყურადღებას, საუბრობენ თემაზე, საკითხზე, უნდა მივიღოთ თუ არა მონაწილეობა არჩევნებში, როგორი უნდა იყოს არჩევნები, თუ ის არჩევნები შედგება. მანამდე როგორ უნდა მივიდეთ, ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია, პროცესზე საუბრობენ. მე მგონია, რომ გვარიანად ადრეა 28 წელზე საუბარი, ამაზე ვიდეო ბლოგიც გავაკეთე თუ რილსი გავაკეთე დღეს, მაგრამ შესაძლოა მე ვწდები. ერთის მხრივ პოლიტიკური სპექტრი საუბრობს აგრეთვე საუბრობს აქციებზე, სანქციებზე, ზეწოლაზე, ოცნების დამარცხების მექანიზმებზე. აი მაგალითად საკითხზე არჩევნებში უნდა გავიმარჯვოთ ვიდრე არჩევნებამდე, ამგვარი რამეც მსმენია. მოკლედ, ეს ძალიან საინტერესო საკითხებია, მაგრამ ასევე საინტერესო საკითხია მაგალითად თავად ოცნება გამოხატავს თუ არა მზაობას, ოდესმე მაინც, რომ ის დამარცხდეს კი არა, ხო წავიდეს ხელისუფლებიდან. ჩემი სტუმარია ჯერ საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ზურა შარაშენიძე, რომელსაც მე მივესალმები. მადლობა, ზურა, რომ მონაწილეობთ არჩევნებში მონაწილეობთ კი არა ამ გადაცემაში, არჩევნებში მონაწილეობთ თუ არა, ამას გავარკვევთ. კარგით, პირველი კითხვა ამგვარია. მადლობა პირველ ყოვლისა. თუ ვინმე თქვენ გეტყვით, ზურა, რომ ოცნება ჩაბეტონდა და არსაც წასვლას არ აპირებს. რატომ არ იქნება ამის თქმელი სწორი და მართალი? დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორც აწყოს აღწერ, ანუ ეხარაც გვაქვს, ხო? აწყოსზე ვილაპარაკოთ, ხვალ რომ არჩევნები იყოს, აი ამ მოცემულობით ვილაპარაკოთ. დიახ. იცით როგორ მოდი ესე გაგცეთ მაშინ პასუხს. მე კიდევ უარეს შიშებთან მქონია შეხება. ანუ ოცნება ჩაბეტონდა და არსაც წასვლას არ აპირებს, ეს კიდე არაფერია. ესეთი რუსული კალკის თარგმანს გამოვიყენებ, ეს კიდევ ყვავილებია. ანუ მე მომისმენია ისეთი შიში, რომ მაგალითად ერთი ადამიანი ჩვენ ისეთი მხარდამჭერი მწერდა, რომ მე ვიცი, რომ საერთაშორისო პრეცედენტები არსებობს, როდესაც საერთოდ საერთაშორისო მისიებმა ჩაატარეს არჩევნები, ანუ არათუ დამკვირვებლები იყვნენო, მანდატი ჰქონდათო, რომ ჩაეტარებინათო, რეალურად საუბრობდა ბოსნიაზე. 90-იანი წლების ბოლოს ეს კამბოჯაშიც იყო ეგეთ პრეზიდენტი, ნამიბიაზე, ანუ ადამიანები საერთოდ რასთან აიგივებენ დღევანდელობას. ასეთ ამოცანაც მგონია რომ აქედან უნდა დავიწყოთ. ანუ ესე დავაფორმულირებდი პასუხს. თქმელი სწორე იქნება, არ იქნება, არ მგონია რომ კითხვა ესე უნდა ჟღერდეს, რამდენად არის შფოთს, რამდენად ვალიდურია ესეთი აყოლა ამ აწყოდან გამოწვეულ შფოთზე. ცხადია ვალიდურია. და მაშინ ჩვენი ამოცანა რა არის ამ შემთხვევაში რომ რამე ეს არის კითხვა ჩემი როგორ ვაქარწყლებთ არ ვიცი ამდენად სწორი ზმნა არის ეს ამ შიშებს როგორ ვუმცირებთ საზოგადოების ერთ ნაწილს გადაცემის პარტნიორია Coca-Cola რომ ოცნება ჩაბეტონდა და ჩაბეტონდება არ და არას დიდებით არ წავა ხელისუფლების ძალაუფლებიდან არ დათმობს ბილდ სიტყვებს არ ვიხმარ მაგრამ
ყველაფერს გააკეთებს და არ დათმობს არასდიდებით. აი ეს სიტყვა არასდიდებით ალბათ საკვანძოა ამ ნაწილში ჩვენი დიალოგის ამ კითხვაში ხოლმე. აბსოლუტურად გეთანხმებთ. ყოველ შემთხვევაში ჩემმა საშინაო დავალებამ იმიყვანა ესეთ პასუხამდე, რომ ამ შიშების გაქარწლება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საერთო ალტერნატიული ზომიერად პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგის შემოტანით. და აი აქ თითოეულ სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან დიდი ხანი ვარჩევდი ძალიან დიდი სიტყვათა კონისგან. ანუ საერთო ზომიერად პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი, იმიტომ რომ თავარი ჩვენი პრობლემა რა არის? აი წარმოვიდგინოთ, მოკლედ არსებობს ესეთი ქართული ოცნების მხრიდან არსებობს ზოგადად, ჩამოვთვალოთ და დიდიდან წვრილმანამდე გავყვეთ, არსებობს მაგალითად ქრისტეს სახელით ამ ქვეყნის პოლიტიკური ირანიზაციის დღის წესრიგი. არსებობს ეროვნულობის ქვეშ ამ ქვეყნის პოლიტიკური რუსიფიკაციის დღის წესრიგი. ამ ორიდან რაღაცა საშუალოს გამოყვანის დღის წესრიგიც ცალკე არსებობს. ამის გარდა არსებობს ვიღაცა არაფრის მომცემი ხალხის ვერაფრის მომცემი ბრიფინგების ჩატარების დღის წესრიგი. არაფრის მომცემი ხალხის ვერაფრის მომცემ თანამდებობებზე დანიშვნისა და გადანიშვნის დღის წესრიგიც არსებობს და საპასუხოდ ამ ყველაფრის არსებობს მხოლოდ და მხოლოდ რეფლექსიები და ამაზე კომენტარების კეთება, ოღონდ ეს კომენტარების კეთებაც უკვე ეტაპობრივად იღებს ჭორაობის ფორმას და თითქოს თავის მოწონების ფორმას, რომ შენ უფრო გამოიცნობ ესა თუ ის სულ რატო მოხდა და ერთი არაფრის მომცემი ადამიანი ვერაფრის მომცემ თანამდებობაზე რატო დაინიშნა, თუ სხვამ ეს უკეთ თქვა და აი ეს საღდება დღეს პოლიტიკა. ანუ ამას ჭორაობა დავარქვათ, ზედაპირულობა დავარქვათ, რაც ხდებოს ის დავარქვათ, ხო? არაფრის მაქნისობა დავარქვათ, თუ გინდა, არ ვიცი, არაფრის თქმელობა დავარქვათ. აბსოლუტურად და ამის შეცვლა გვინდა. და აი ესეთი მაგრამ ზურა, მოდი, აი ამის შეცვლა გინდა. აი მოდი მირჩიე მეც მიკითხავს საკუთარი თავისთვის. მე რა უნდა ვქნა ამ ვითარებაში? აი მაგალითად ავიღოთ ერთი კონკრეტული პოლიტიკოსი. დღეში პუტრინებ ცხადია 7-ჯერ ეს კონკრეტული პოლიტიკოსი დავასახელებ კიდეც არა მაქვს. სახელისუფლო პოლიტიკოსი აკეთებს ანტიდასავლურ განცხადებას. მე მიკითხავს საკუთარი თავისთვის უკაცრავად ზმნისთვის შენთანაც და მაყურებელთან ალბათ უფრო. ხომ არ დავიკიდო? მე შევქნა მოდი ჩემი დღის წესრიგი და ის გამომეკიდოს, ის იყოს რეაქციის რეჟიმში და არა მე, რომელიც ყველაფერზე თუ არა ავისი 7 განცხადებიდან 5-ჯერ პასუხობ ამ კონკრეტულ შალვა პასუხობ ისმენს თუ არა ამაზე არ არის ლაპარაკი. საზოგადოებას განვუმარტავ რამდენად დიდი სისულელი ან სიგიჟე თქვა, ანტიდასავლური ასაგვირველია. მე თვითონ აი პოზიტიური დღის წესრიგი როცა მეუბნები, ალბათ ჩვენს ერთობაზეც არის ლაპარაკი, ხო? ჩემი ჟურნალისტისა და თქვენი პოლიტიკოსებისა. მე ცალკე დინება, ცალკე კალაპოტი უნდა შევქმნა რაღაც დიდი მოძრაობისა, რომელიც ერთ დიდ მდინარედ, ხო ერთ ერგად გარდა იქნება და სიტყვა წალეკავს შეიძლება რელევანტური სიტყვა არ არის, მაგრამ აი ეს დიდი მდინარე, ამ დიდ მდინარესთან გამკლავება გაუჭირდება ქართულ ოცნებას. მაგრამ მე როგორ ვიმოქმედო ამიხსენია, როცა ამდენ სიგიჟეს მახვედრებს ყოველდღიურად მართველი პოლიტიკური ჯგუფი. პოლიტიკოს ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერს ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს პოლიტიკოსად, უნდა ესმოდეს, რომ ხელში უჭირავს ერთადერთი ინსტრუმენტი, ეს არის კამპანია. ამაზე პრაქტიკული პოლიტიკური ინსტრუმენტი უბრალოდ ჯერჯერობით კაცობრიობას არ გამოუგონია და რას გულისხმობს კამპანია, ხო? პირველ რიგში ცოტა უკნიდან დავიწყოთ. იმისთვის რომ აი ეს შევცვალოთ მუდმივ რეფლექსიის რეჟიმში ყოფნა და ამ მუდმივი რეფლექსიის გარდა კიდევ ერთი სამწუხარო დღის წესრიგი არსებობს ოპოზიციურ ფლანგზე, ეს არის არა ერთობის, არამედ ერთადერთობის. ანუ საკუთარ თავის ერთადერთ ალტერნატივად წარმოჩენის დღის წესრიგი და სამწუხაროდ კიდევ მეორე ერთადერთ ალტერნატივად
ნებისმიერი ფორმაციის პარლამენტში შესვლის და უბრალოდ საბიუჯეტო დაფინანსების აღებით საკუთარი თავის გადარჩენის დღესასწაული. და სინამდვილეში ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ პოლიტიკურ სპექტრს დაავიწყდა, რომ მის აღმატებულება პოლიტიკას თავის კლასიკურ დრამატურგიაში სამიმდგენელი აქვს. ანუ როგორ აღწერა აწმყოს, როგორ ხედავ იდეალურ მომავალს და როგორ აპირებ იმ მომავლამდე მისვლას. ანუ გზებს როგორ ხედავ. და აი ეს ორი საერთოდ გათიშულია. აღარ არსებობს და რაღაცნაირად უნდა შემოbrunდეს. და არც ეს რაღაცნაირად არ გჭირდება ჯადოსნური გზით. პირველ რიგში უნდა ხედავდე და არტიკულირებდე და ამბობდე. ანუ კითხა რაღაცა ბატონმა ირაკლი აწმყოზე შევაფასე ეგრევე მოვაყოლე როგორ ხედავ მე როგორ უნდა იყოს და იქამდე მისვლა როგორ მჭირდება. მკითხა სხვამ ზუსტად გავაკეთე იგივე. და აქ ისევ საკუთარ საშინაო დავალებამდე დადიხარ. ხო პირობითად ერთეულ ზურას, აი ეხლა მე ეს ნამდვილად არ არის ეს ფორმატი და დარწმუნებული ვარ სხვა ფორმატში შევხვდებით და ამის საშუალებაც მომეცემა მე, ამის საშუალება მიეცემა სხვებსაც და ამის ზოგადად ამ საშუალებათა პროპაგანდირებით მთელ სურათს შევცვლით, მაგრამ კითხვა არის ესეთი, ზურასთანაც სხვებთანაც რამდენი ხანი შეგიძლია ილაპარაკო ხვალინდელ საქართველოზე. აი ხა წამზომი რო ჩაგირთონ, რამდენი ხანი შეგიძლია ილაპარაკო ხვალინდელ საქართველოზე. არ ვიცი, 15 წუთი შეგიძლია, 9 საათი შეგიძლია, საათი შეგიძლია, 2 საათი შეგიძლია, შენი ხედვა რო ილაპარაკო. სხვებსაც თუ იგივე შეუვლიათ ეთერებში რამდენ რა დროს ვიღებთ, ხო საბოლოო ჯამში დღეში, სადღაც 10 წუთს, ხო, რამდენი 10 წუთი ეგეთი შეგვიძლია გადავავსოთ. ანუ ეს თლიანად და ეს ყველაფერი თუ ერთ იდეაზე იქნება დაკონცენტრირებული, ჯამში ხო გამოდის ალტერნატიული დღესასწაული. მეტი არ არის არაფერი ალტერნატიული. ალტერნატიული დღესასწაული გამოდის სურა, მე არ გამატები. მაგრამ ალტერნატიული გასაკვირველია კრიტიკული. მომიტევეთ მომდიახ კი, ბძანე, კი ბატონო. საინფორმაციო ნაკადის შექმნა. არაფერი ერთიანი საინფორმაციო ნაკადის შექმნა. უბრალოდ ჩვენ აქ შემოვიტანეთ ერთი დეტალი, რომ ეს გამოვიდეს არა მარტო ალტერნატიული, არამედ ერთიანი და ზომიერად პოზიტიური. და აი აქ შემოვიდა ეს სამმართლიანი არჩევნებისთვის ერთობა. აი თითქოს მარტივია, საერთოდ სივრცეს არ ტოვებს არაფრის, როგორ შეიძლება ამ ერთობაში არ გინდოდეს. ანუ ამბობდე, რომ აი თვითონ ერთობა, რომელიც გეგონება კითხვას უცვლის ფორმას, რომ ანუ რატო უნდა გავერთიანდე კი არა, რა ძალამ არ უნდა გაგაერთიანოს. თუ შენთვის თავარი არ არის მართლაც ერთადერთობა. ანუ დემოკრატიის ფუნდამენტურ უფლებისთვის ბრძოლაზე არის ხო საუბარი, ჩემი ხმა არის ჩემი თავის უფლება. ამაზე მეტად ჩემ პოლიტიკურ თავისუფლებას მაგრამ ზურა მეორე მხრივ ვერ გამოვყავ. აბსოლუტურად გეთახმები, მაგრამ მეორე მხრივ ქართული ოცნება, როგორც მე ვხვდები, დგას რაღაც ძალოვან სტრუქტურებზე პირობითად რაღაც შიშზე, პროპაგანდაზე, ბევრი, მაგრამ ამავდროულად დგას ამომრჩეველზეც, რომელიც მას ხავს. როგორი ტიპოლოგიის ამომრჩეველი ხავს? რამდენად შეიძლება რომ აი მისმა ამომრჩეველმაც გულთან ახლოს მიიტანოს, დაიჯეროს, მოინდომოს სწორედ სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მე როგორც ხვდები, სამართლიანი არჩევნების შეიძლება ფეხებზე კიდია ამომრჩევლის ნაწილს ქართული ოცნებისა. მას უნდა ესე ჩაუბეჭდეს, ესეთი brain washing-ი გაუკეთეს, რომ ქართული ოცნება აუცილებლად უნდა იყოს ხელისუფლება ძალაუფლებაში, იმიტომ რომ ზურა არ ვარგა, იმიტომ რომ მეორე ზურა გირჩი ჯაფარიძე არ ვარგა, იმიტომ რომ მესამე ზურასაც მოვიფიქრებ რომ მოვინდომო და ის არ ვარგა. ხო, ის არ ვარგა ოპოზიცია, მოდი ესე ვიტყვი, უარესია, ვიდრე არსებული ხელისუფლება. ამიტომ რაღაი უარესია დედარჩენილა ქართული ოცნება გაყალბებით. არჩევნების საერთოდ არ ჩატარებით, აგე დანიელ ორტეგამ საერთოდ ის თქვა, რომ არჩევნებს აღარ ჩავატარებოდა. მე არ მგონია, რომ ეხლა სამხრეთ ამერიკული მაგალითი აქ ერთ-ერთში გადმოღებული იქნება, ცხადია არა. ხო, რაღაცა დემოკრატიის ფორმალური ნიშანსვეტები მაინც უნდა შეინარჩუნოს ქართულმა ოცნებამ, მაგრამ მანამდე თუ პოლიტიკა გააუქმა, დიდად განსხვავებული არც იქნება ივანიშვილის გზა ორტეგას გზისაგან. იმიტომ რომ თუ დაიჭირა ზურა და კიდე მეორე ზურას მიაყელა და კიდე სხვები, ან შეზღუდა, თუნდაც მაინც და მაინც საპატიმროში გაშვებას არ გულისხმობ, შეზღუდა მათი მოქმედების არეალი, ამას პრინციპში პოლიტიკის გაუქმება შეიძლება რომ ეწოდოს. მაგრამ კითხვა მაინც ამომრჩეველზეა. როგორი ტიპოლოგიის ამომრჩეველი ხავს ოცნებას და
თეორიულად ის დაიჯერებს თუ არა, როგორც წახდენი. დაიჯერებს თუ არა, რომ სამართლიანი არჩევნები არის და მოუგია კოალიციას მოუგია, ქართულ ოცნებას მოუგია, ახლად შექმნა ზეგრო შეიქმნება იმ პარტიას. მოუგია ოღონდ სამართლიანი არჩევნების პირობებში, როგორც ასეთში. ბოდიში კითხვა გამიგრძელდა. არა, პირიქით ძალიან საინტერესოა. პრინციპი მე როგორც განმარტავ, ბევრი მეუბნება რომ რთული სიტყვით ხსნიო, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოვიფიქრე ჩამნაცვლებელი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. თუმცა ესეც ჩემი საშინაო დავალების ნაწილია. ვამბობ რომ ორი ტიპის არსებობს, ეს არის ეგრეთ წოდებული ტრანზაქციული ლოიალისტი, პირდაპირ ან ირიბ სარგებელს იღებს პარტიისგან, ან ყოველ შემთხვევაში ამის მოლოდინი აქვს და სტატუს კვო ლოიალისტი. სტატუს კვო ლოიალისტს განმარტავ შემდეგნაირად, რომ ან მოდი ორ დაშვებას გავაკეთებ, რომელიც პრინციპში ერთი და იგივეა. ან ამ მახინჯ აწმყოსაც კი მიიჩნევს წარსულთან შედარებით ოდნავ გაუმჯობესებად. თავის პირად აწმყოზე არის საუბარი. რაღაცა მის ცხოვრებაში ეხლა ჩანს სტაბილურად, რომელიც თითქოს არ იყო სტაბილურად წინა ხელისუფლების დროს, ან მის მეხსიერებაში ესეა ჩაბეჭდილი. აი ძალიან მნიშვნელოვანია. და ან მეორე. ეს მახინჯი აწმყო თქვენ როგორც ბრძანეთ, ურჩევნია მომავალს, იმიტომ რომ მომავალზე ფიქრობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გაუარესდება, კი ბატონო. ხო, ნახეთ, თუ ჩვენ სწორედ რომ აი ამ ზომიერად პოზიტიური დღის წესრიგით წამოვედით, რომელიც აუცილებლად დაეტყობა ნარატიულ ხაზსაც, ხო? არ გლანძღავ, არ გაგინებ, არ გამუნათებ, არაფერს არ ვამბობ, მაგრამ ერთი რაღაც არის, რაზეც დარწმუნებული ვარ, რომ სტატუს კვო ლოიალისტებთან ნამდვილად შევთანხმდები. ტრანზაქციულებთან ვერა, ტრანზაქციული ლოიალისტი, იმიტომ არის ტრანზაქციული, რომ არაფერზე არ შეგეთანხმდება იმ ტრანზაქციის სანაცვლოდ, რასაც იღებს. ეს ტრანზაქციული ბევრი ხო, თუ ბოდიში ჩაგეჭრები, ბევრი ხო არ არიან. ეს ტრანზაქციული ლოიალისტი ხო არის, მე როგორც ვხვდები, შეიძლება ვწდები, არ გამორიცხავ, მაგალითად ესე უკაცრავად რუსულისთვის მახროვი, ხო? ანუ ჩაბეჭდილი, ჩაბეტონებული, მათ შორის ადმინ რესურსი, რომელსაც ყველა ცვლილებისა ეშინია. ნებისმიერ, მათ ეშინია პირდაპირ მნიშვნელობითაც. იმიტომ რომ მას გონია, რომ სადღაც პირობითად დედოფლის წყაროს მერიაში თუ რაღაც საკრებულოში რომ მუშაობს, აუცილებლად ხელისუფლების მუშაობს არასაკრებულოს წევრად, რამე თავარ სპეციალისტად, ხო? და ადმინ რესურსად იყენებდნენ. ხო, აუცილებლად შეეხება მომავალი ხელისუფლება და როგორ უნდა დაარწმუნოს მომავალმა კოალიციურმა, მაინც ალბათ ასე ვიტყვი, ხელისუფლება პოლიტიკურმა პარტიებმა, თუ გინდა ასე ვიტყვი, რომ ისი რა არის, დედოფლის წყაროელო დავით, ზურა ირაკლი რამიშლობა, მაია, ხო, შენ საბოლოო ჯამში არაფერ შეგიხება. პირიქით, თუ რამ იქნება უკეთესადაც კი იცხოვრებ. აი ამ ზომიერად პოზიტიური საარჩევნო კამპანიით და ზომიერად პოზიტიური კამპანიით თუ პროცესით დიახ, შევეცდები ავხსნა, თუ გამიგრძელდა ან სადმე აზრი ქვაზე დავტოვე და შემდეგ სხვა აზრზე გადავედი, ჩვევია ვაღიარებ, თქვენ დამეხმარეთ. პირველ რიგში დავფოკუსირდეთ სტატუს კვო ლოიალისტებზე და მერე მივალ ტრანზაქციულ ლოიალისტებამდე. სტატუს კვო ლოიალისტებთან შესაძლებელია შეთანხმება ეგეთ რაღაცაზე, რომ არ ვსაუბრობ მათ უშუალოდ პირადად ხოზე, ზოგადად გარემო აწმყო. ეს არის ადამიანები, რომელსაც მე ყოველდღე ქუჩაში ვხვდები და ვესაუბრები, რომ აწმყო არ ვარგა. მოკლედ, მოდი ესე ვიტყვი. ესე გაგრძელება რთულია. ეხლა რამენაირად ეს ადამიანები უნდა მივიყვანოთ იმ ეტაპამდე, რომ თქვან, რომ ესე გაგრძელება შეუძლებელია. განურჩევლად იმისა, ჩემი აწმყო მიმაჩნია თუ არა წარსულთან შედარებით გაუმჯობესებად, ესე გაგრძელება შეუძლებელია და წინადადება არის ძალიან მარტივი, რომ სამართლიანი არჩევნებით გადავწყვიტოთ. მეტი არაფრით, ან სამართლიანი არჩევნებით გადავწყვიტოთ. ოღონდ სამართლიანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ ეხა პარტიას არ აწყობს, რომ პარტიას უნდა რომ ვიღაცამ ხმა მიცეს, ვიღაცამ არ მიცეს, ვიღაც ბიულეტენზე იყოს, ვიღაც არ იყოს, ვიღაც ციხეში იყოს, ეგრე არ. სამართლიანი არჩევნები გადავწყვეტთ. აი აქ მგონია, როგორც კი დაინახავენ, რომ ეს არ არის ნეგატიურ ტონზე აწყობილი. არ ტოვებს სივრცეს საერთოდ რაღაცა განხეთქილების, მარტივად რო ვთქვა, აი ელემენტარული განხეთქილების ფიქრობ, რომ მიხვდებიან, რომ ყველაფერი სწორედ მაგაზე აწყობილი, რომ ეს არის გამოსავალი. ანუ ამ შემთხვევაში ალტერნატივა, ეს სიტყვა, რომელსაც ყოველთვის ვიღაცა თეთრაშზე ამხედრებულს ვაკერებთ, რომელიც მას ვერასდროს ვერ მოაღწია რუსთაველის გამზირამდე, თავად ეს პროცესი, ამ ერთობის პროცესი და თავად სამართლიანი არჩევნები ხდება ალტერნატივა. აი რაც შეეხება ტრანზაქციულ ლოიალისტებს, ეს ნამდვილად არის ის ჯგუფი, რომელიც შეიცვლის აუცილებლად მხარეს როგორც კი მიხვდება, რომ მეორე მხარის არის ძალა.
იმიტოვარი ტრანზაქციული, ის ხვალაც ტრანზაქციული იქნება და ნებისმიერ შემთხვევაში გადმოვა ტრანზაქციული იყო. უშინაც ტრანზაქციული იყო, ნებისმიერ შემთხვევაში გადმოვა ძალის ცენტრისკენ და სხვათა შორის ტრანზაქციულ ლოიალისტებს საკმარისად აქვთ თვითონ სისტემის ცოდნა, საიმისოდ რომ მიხვდნენ, რომ კოალიციურ მთავრობაში და მრავალპარტიულ პარლამენტში სწორედ მათ უშუალო სტატუს-კვოს ყველაზე ნაკლები საფრთხე ელოდება. იმიტომ რომ ისეთი ძალთა ბალანსია თვითონ წარმოდგენილი, რომ სივრცე არ რჩება, რომ ვინმე სახელობითად ერჩოდეს. თუ რა თქმა უნდა, რისიც მე უბრალოდ არ მჯერა, არც მინდა რომ ჯეროდეს და გამოვრიცხავ, რადგან ეგრო შესაძლებელი იყოს უკვე მოხდებოდა, ჩანაცვლება არ მოხდა, კვლავ ვინმე ერთადერთით და ისტორიის წრეზე არ დავტრიალდით. ეს თეზა ოცნება უნდა დამარცხდეს არჩევნებამდე და შესაბამისად იძულებული იყოს, ვალდებულება შეიძლება ფლად ზუსტი სიტყვა არ არის, იძულებული იყოს, რომ უკვე არჩევნების შედეგები მისთვის ნეგატიური, მისთვის საზიანო, მისი დამარცხების მადასტურებელი აღიაროს, იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს. რამდენად სწორი თეზა. რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, თქვენი თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფი, ან ერთადერთობით, ან კოალიციურად ხელისუფლებაში მოსვლისთვის უნდა იბრძოდეს, ემზადებოდეს, უნდოდეს ხელისუფლებაში ჩანაცვლება უნდა ბერკეტის დაჭერა, იმიტომ რომ აი უკეთესი ჯანდაცვის პროგრამა აქვს, უკეთესი განათლების პროგრამა აქვს, ამას საერთოდ პროგრამა არ აქვს, მაგრამ ამაზე უკეთესი პროგრამა ნამდვილად აქვს ნებისმიერს პრაქტიკულად. და რამდენად სწორია და როგორ შეიძლება, თუ სწორია, როგორ შეიძლება აქამდე მივიდეთ. აი მაგალითად ეს მეორე კითხვასაც გავაერთიანებ, მეორე თეზასაც, ხო, გარედან სანქცია, შიგნით აქცია, ხო? აი ესეც სწორია თუ არა, არის თუ არა რამე კორელაციაში ეს მეორე თეზა პირველ თეზასთან, აი იქნება ვიმსჯელოთ ამაზე. მე დაახლოებით ესე ვხედავ, რომ წარმოგიდგენთ, რომ ეს აქცია, სანქცია, ალტერნატივა სწორ არასწორზე არ არის, უბრალოდ რეალობის აღწერა. აი ნამდვილად ესე არსებობს აქცია, არსებობს გარედან სანქცია და აი ახლა მთავარია ვინ როგორ განმარტავთ ალტერნატივას. და ჩვენ ვთქვით, რომ აი თავად ეს სამართლიანი არჩევნებისთვის ერთობა ხო არ იყოს ალტერნატივა. ნახეთ, თვითონ ერთობა როგორც პროცესი, იმიტომ რომ ადამიანები გვეკითხებიან, რომ აი ამ ერთობა არა როგორც თეზა, ბოდიშტიპი არა როგორც თეზა, არამედ როგორც პროცესი, როგორც დინამიკური პროცესი, ხო? აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ადამიანები იმასაც მეკითხებიან, რომ ხო შეუულია, რომ აი მაგ ერთობასაც არ დაუთმოს. და იცით ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ, თუ ჩვენ ერთნაირად განმარტავთ ერთობას, რომელიც აი ამდენი ხანი გორდებოდა და მოვიდა და მართლაც წარმოადგენს ქვეყნის გადამწყვეტ უმრავლესობას და არ უთმობ დაგათმობინებს. და თან არ გვჭირდება ამ შემთხვევაში სხვა ქვეყნის მაგალითების მოყვანა, ჩვენიც კმარ. გამოვლილი გვაქვს არაერთხელ, რას ნიშნავს, როდესაც უარს ეუბნები ქვეყნის გადამწყვეტ უმრავლესობას. და ბოლოს უთმობ. ზუსტად ეგრევე დათმობს. და დარწმუნებულად ასევე მეორე კითხვას მისვამენ ხოლმე, ბოდიში რაღაც ხების კითხვებზე ვლაპარაკობ, მაგრამ დაუბრუნდებით თქვენ კითხვას, ამის გაზომვას როგორ აპირებთ და მართლა უწყობთ, რომ სანამ ჩვენ საერთოდ რამეს გავზომავთ, მისი აღმატებულება სოციოლოგიის მეშვეობით, მაგრამ სანამ ჩვენ რამეს გავზომავთ, მათი გორბი გაზომავს. და პირველები ისინი ეტყვიან, რომ მეგობრებო, მგონი შარში ვართ. და რაღაც შერბილებული სიგნალები მაინც გაუშვით. მაგრამ თქვენს შეკითხვას დაუბრუნდებით. სწორედ გონია, რომ ეს ზომიერად პოზიტიური საერთო პოლიტიკური დღის წესრიგი შეიძლება იყოს მართლაც რომ ცდელობა ოცნება დამარცხდეს არჩევნებამდე. და პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ამას რაც შეუულია, რეალურად პოლარიზაცია საერთოდ ნარატივიდან აცლის ოცნებას. თუ აკრიფა ძალა როგორც უნდა აკრიფოს, მაშინ გამოდის რომ ოპოზიცია მოახერხა და პოლარიზაცია ძალიან თავისებურად განმარტა. ანუ აქამდე ხო იყო საუბარი რომ ოპოზიციის ეს პოლარიზაცია არც მახსოვს რომელ ნაპირზე მოხდა ამის გამოგონება, ვფიქრობ ქართული ოცნების ნაპირმა გამოიგონა და შემდეგ ამ გამოგონებიდან მუდამ იყო ოპოზიციის ბრალი. ხო და ავიღოთ ეს ავადვე შექმნა და მე გადააბრალა, კი ბატონო. უბრალოდ ჩვენებურად განმარტოთ და ჩვენი განმარტება იყოს ესეთი, რომ თუ ქვეყნის გადამწყვეტი უმრავლესობა არის ცვლილებების მხარეს და ითხოვს
არსებული მდგომარეობის სამართლიანი არჩევნების გადაწყვეტას არანაირი პოლარული დამოკიდებულებები ამაზე არ არსებობს. იმიტომ რომ პოლარიზაცია სჭირდება ორი ბანაკი, რომელიც წონით ახლოს არის ერთმანეთთან. თუ ერთის წონა გაცილებით დიდია, იქ არანაირი პოლარიზაცია არ არსებობს. და მთლიანად თავარი რაღაცით მოხდება, თავარი რაღაციდან განიარაღდება ქართული ოცნება. პრინციპში მთელი ეს პროცესი შეიძლება იქცეს მართლაც ოცნების დამარცხებად საერთოდ არჩევნებამდე. და მით უმეტეს კიდევ ერთი რაც ძალიან სასარგებლო შეიძლება მოხდეს, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ შევძელით ამის საერთო ეროვნულ კამპანიაში გარდა თარგმნა და თუ პოლიტიკოსები ვარ და კამპანიაში გარდა თარგმნა რაღაცების ვერ შევძელით, ну მაშინ გავაგზავნოთ ეს პოლიტკომენტატორობა და არ ვიცი, ხვალ მოვაწონოთ თავი. არარელევანტურია კითხვა, მაგრამ აი ეს ზომიერად პოზიტიურობაზე ამახვილებ რა ყურადღებას შეიძლება თუ არა ითქვას, ანუ რაღაც საყრდენი რაღაც ანალოგია არსებობს, თქვათ ერთგვარად დაემსგავსება თუ არა ეს მადიარის გზას. აი თქვათ უნგრეთში მომხდარს, იქაც ზომიერად პოზიტიური ალტერნატივის ერთობის და ამავდროულად ალტერნატივის შეთავაზების მცდელობა და მე როგორი გამარჯვება შედგა მადიარისა, ხო? და დამარცხება შესაბამისად ორბანისა. ეს გზა ჩვენი გზა შეიძლება თუ არა იყოს რაღაც იმის მსგავსი, იმ გზის მსგავსი. და მეორე კითხვა, იქ იყო მაინც ალტერნატიულ თავრობაზე საუბარი, ალტერნატივაზე საუბრობთ. მე მესმის რომ შესაძლოა ამ თემაზე საერთოდ ადრეა ლაპარაკი, 1 წლით ადრეა, 2 წლით ადრეა, მაგრამ თეორიულად შეიძლება თუ არა იყოს განხილული, რომ აი ზურა შარაშელიძე იქ პირობითად გასაკვირველია. ხო, იქნება ამის ხელმძღვანელი. აი ჩვენ გვყავს თავდაცვის მინისტრი, შეიძლება სოფლის მეურნეობის მინისტრი არ დაასახელო, თუმცა პატივისცემა ცხადია, უგლებლივ ყველას ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, მაგრამ რაშიც ქვეყანას უჭირს. საგარეო ურთიერთობებში, თავდაცვისა, ეკონომიკაშიც რასაკვირველია, ხო და რაღაც შეიძლება თუ არა ოდესმე მივიდეს პოლიტიკური სპექტრი აქამდე, როგორც მივიდნენ თავის დროზე ჩვენი მეგობრები, მეთქი ასე ვიტყვი. მადიარზე კი პასუხობ, რომ პრაქტიკულად როულ მოდელი გამოდის, ბოდიში ინგლისური სიტყვისთვის, მაგრამ ვფიქრობ ჩვენი მაყურებელი კარგად იცნობს ამ სიტყვას და იცის რასაც გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ასევე გულწრფელი ვიქნები, რომ მადიარის შემთხვევის მთლიანად ბოლომდე შესწავლა ჯერ ჩვენ ქვეყანაში, ასე ვთქვათ, აი სწორედ დაწრეტილი ინფორმაცია, სიღრმისეული, ან საერთოდ არადაფილტრული ინფორმაცია, რომ ჩვენებურად გავაანალიზოთ სხვადასხვა ადამიანები, ჯერ არ მომხდარა. იმიტომ რომ ზოგადად უნგრული ენა არ ვიცით, ასე ვთქვათ, საერთოდ მოულოდნელი პრეცედენტი იყო, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმ განსხვავებით, რომ აქ ვიკრიბებით იდეის ირგვლივ და იქ იკრიბებოდნენ ერთი ადამიანის ირგვლივ. ეს ერთადერთი ეს სხვაობა არის, თორე როულ მოდელი ნამდვილად მადიარი არის. მეორე შეკითხვას რაც შეეხება დამეხმარეთ თქვენს ბოდიში მადიარზე და გაეცით მეორე შეკითხვასაც პასუხი, ხო, ანუ ჩვენი გზა რამდენად ეთანადება თუ ეთანხმება რაღაც კოალიციურ მთავრობის და ახლა ხელებაზე თუ ძალიან კარგი შეკითხვა იყო, პირიქით მადლობა. მთელი იდეა რა არის, რომ მე როგორ ხედავ ამ კამპანიას და რისი მიღება იქნებოდა საუკეთესო არა, საერთოდ რისი მიღება უნდა იყოს ამოცანა, საუკეთესო რა ამოცანა. ანუ ერთობას როგორ განმარტავთ? ერთობას ამ შემთხვევაში განმარტავთ, როგორც სამოქალაქო პოლიტიკური ერთობა, რაც აქამდე ვერ მივიღეთ. აქამდე არსებობდნენ პოლიტიკოსები, თავისი მხარდაჭერებით, აქტივისტები და არსებობდნენ ცალკე პოლიტიკოსები და პარტიული სპექტრი და სამოქალაქო სპექტრი და სამოქალაქო სპექტრი არიკარებდა პარტიულ სპექტრს, შემდგომ მიუშვა, ასე ვთქვათ, თავისთან შედარებით უფრო ახალი პოლიტიკური სტარტაპები, მაგრამ ძველებთან მაინც რაღაც დაპირისპირებაში იყო და პოლიტიკური სპექტრი, ვინცობ ძველი პოლიტიკური სპექტრი ერთად განზიდულია სამოქალაქოსგან და ამის მიზეზებზე სასაუბროდ უბრალოდ ერთი ცალკე აღებული გადაცემაც კი არ გვეყოფა. მაგრამ როგორ მოვახერხოთ, რომ ეს ორი შეერთდეს? პირველ რიგში ამაზე რომ ვისაუბრე, ერთხელაც ვთქვი, მაგრამ სწრაფად თქვენს ნებართვით განმეორდები, რომ ალბათ ეს არის ერთობა, რომელიც საერთოდ არ უნდა დაიწყოს ერთობლივი ფოტოთი. ან ერთობლივი ფოტოთი ან ბრიფინგით ან რაღაცა ტექსტის გამოქვეყნებით, რომ თავარია ეს უნდა დაიწყოს შინაარსის ტირაჟირებით. ანუ ერთი და იგივე რაღაცის პროპაგანდა უნდა დავიწყოთ ბევრმა ადამიანმა და დავიწყოთ სხვების მოსმენა, თავად რა შინაარსა
აშენებენ ამაზე. რომ იქნებ შემდეგ სწორ დროს და მომენტში შევხვდეთ, თუნდაც ქუჩაში, აქციაზე, არა აქვს მნიშვნელობა და ყველამ ერთად-ერთი ფოტო გადავიღოთ, არა პოლიტიკოსებმა, არამედ ყველამ ერთად-ერთი, რომ აი ეს ერთობა რაღაცნაირად ადამიანებს ვაჩვენებ და შემდგომ უკვე აქ იწყება ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლის იხსნება ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლის არხები. ანუ თუ შენ მართლა უსმენ ადამიანებს, სწორედ გაქვს აწყობილი საინფორმაციო სტრუქტურა, საინფორმაციო ქსელი გაქვს სწორედ აწყობილი, იცი ინფორმაციის ნაკადების მართვა და იქიდან აშკარად გეუბნებიან, რომ დაასახელე რა ტექნიკური მთავრობა, პირობითად ვამბობ, დაასახელე ტექნიკური მთავრობა, რომ ვიღაცები პარტიიდან აიღე. ზოგადად შეიძლება ტექნოკრატია იყო და თქვა, რომ საერთოდ არაპოლიტიკური სპექტრიდან ვაპირებ ამა და ამ თანამდებობაზე ადამიანის დანიშნავს, საუბრობ ისეთ თანამდებობაზე, რომლის დეპოლიტიზაციაზეც ხშირად ლაპარაკობ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს პრაქტიკულად ხდება უკვე, თქვათ, ახალი ნაკადების წარმოშობა თვითონ პროცესში, მაგრამ ძალიან ბუნებრივი. არა რაღაცა ოთახში ნაფიქრი, წინასწარ დაწერილი და შემდგომ გაჟღერებული, რომელსაც უბრალოდ ხო, კაი, ან დაალაიქებენ მაქსიმუმ, არამედ ერთმანეთთან კომუნიკაციაში დაბადებული. აი ეს უკვე არის ნამდვილად ერთიანი ალტერნატიული პოლიტიკური მე სამი სიტყვა მომივიდა ახლა გონებაში twin-ში. და გეტყვი რა სიტყვებია ეს. გულწრფელობა, მე მგონია, შეიძლება ვცდები, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი პოლიტიკოსებს, მოდი ესე ვიტყვი, დიდი ხნის პოლიტიკოსებს თითქოს ვეღარ ამჩნევდა, ვეღარ ამჩნევს დღესაც გულწრფელობას ვერ ატყობს ამას, ვერ უწუნებს გულწრფელობა, არა ხართ გულწრფელებიო. ეს ერთი. მეორე გულწრფელობა, გულახდილობა თუ გინდა. თუ გგონია, რომ აი რაღაც კომბინაციაშია ეს პოლიტიკოსი. და შესაბამისად ამომრჩევლის ნაწილს მაინც ხო კრიტიკულად განაცხობს და განიზიდავს პოლიტიკოსებისაგან. აი მეორე სიტყვაზე გადავალ ალბათ, მაგრამ მე მიმიქცევია ყურადღება, როდესაც მე ბევრი ჰეითერი მყავს. ანუ ტიპები, რომლებიც არ ვიცი, დავარქვათ ამათ ტროლები, არ დავარქვათ ტროლები, მნიშვნელობა ტროლის უკანაც ვიღაც ადამიანი იმალება, რომელსაც ან 20 ლარი აიღო, ან 20 კილო კიდრი თუ რაღაც 2 კილო კიდრი. ხო, მაგრამ ადამიანია, ხო ისიც. მაგრამ მე არ მგონია, რომ მარტო ტროლები არიან, გულახდილად გეტყვი. ესენი არიან გულწრფელად, ვისაც მიაჩნია ის, რაც მიაჩნია, რასაც მიზა. და მივაქციე ყურადღება ერთ რამეს. და მეთანხმიან ან შებეგამად. როგორც კი ტროლს პირობითი სახელით ჯიმშერი, მე მივწერ ხოლმე, რომ ბატონო ჯიმშერი, როგორ ახარ? და ვიგონებ, ქალბატონი მაია როგორ არის თქვენი რაღაც ნათესავი, ვიგონებ ახლა ეს. ჯიმშერი ლბება. ჯიმშერი პოზიტიურად განეწყობა. როგორც კი მე ჯიმშერს ისევე ვაგინებ, როგორც მაგინებდა ის მანამდე, ჩვენ შორის ეს დაპირისპირება ვირტუალურ სივრცეში დაუსრულებელი შეიძლება ცხადია, მე უკვე აღარ ვაგზელებ დისკუსიას, მაგრამ დისკუსიას თუ კიდებას, მაგრამ ხო შეიძლება თუ არა ითქვას, რომ აი ეს მეორე სიტყვა თუნდაც კეთილგანწყობა მათ შორის სახელისუფლო ამომრჩევლის მიმართ გარდაულად დასადასტურებელია ოპოზიციური ერთობის, მოდი ასე ვიტყვი, ვინც არჩევნებთან დაკავშირებით ერთობაზე ილაპარაკებს იმ პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, რომ იქნება და მეტი ძაფი უკაცრავად სიტყვისთვის გაიჩითოს ოცნების ამომრჩეველს, როგორ ტიპსაც არქმევს შენ, ხო? და ოცნების დღევანდელ ამომრჩეველსა და ოპოზიციური პოლიტიკოსების ადამიანები არ შეგჭამენ ხალხნო. ისინიც გაჩუქებენ ყვავილს, ისინიც რაღაც გიყრიან ტკბილ სიტყვას, ისინიც დაგელაპარაკებიან საკუთარ პროგრამას, შეიძლება შეცდებიან, მაგრამ აი ამ ზიზღში ჩაფლულობისაგან გამოსულები არიან და ეს არის საერთო გამარჯვების საწინდარი. ამდენად სწორედ ჩამოვაყალიბე კითხვა, არ ვიცი, მაგრამ რაღაც აზრი კი გამოვთქვა მე მგონი. აბსოლუტურად და გეთანხმებით რომელია, ალბათ თავარი გზავნილი, პირველი რიგის გზავნილი, რაც მისატანია, არის ის, რომ ხვალინდელი საქართველო, სადაც ერთი ხალხი გარბის და მეორე მისდევს და ქვებს ესვრის, უბრალოდ არავის არ ჭირდება. ან ერთი ხალხი ცდილობს, რომ რაღაცნაირად საზღვარზე გაასწოროს და მეორენი მისდევენ, იმიტომ რომ ვიღაცები სოციალურ ქსელში ქართული ოცნების პოსტებს აზიარებენ. ესეთი ნამდვილად არაფერს არ ჭირდება. რაც შეეხება გულწრფელობას,
აი მან სხვა შორის საკმაოდ ისეთია, საფიქრალი არის საერთოდ როგორ შეძლებს პოლიტიკოსი აღიდგინოს ნდობა. იმიტომ რომ ნდობა დაკარგული აქვს იმასაც კი, ვისაც ჯერ საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია საიმისოდ რომ დაკარგოს ნდობა. ანუ პოლიტიკაში შემოსვლა უკვე ნაკლებ ნდობას განიჭებს, ბაზრის თამაშის წესია, ინდუსტრიის თამაშის წესია. მე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში რომ ისევ იგივე შეიძლება შეპრობილივით გამოვჩნდე, მაგრამ ისევ მხოლოდ და მხოლოდ იმ ორ მდგენელს შეუძლია შენ დაგიბრუნოს ნდობა. როგორ ხედავ იდეალურ მომავალს და როგორ ხედავ იქამდე მისასვლელ გზებს. აწმყოზე გამუდმებულ საუბარი ფიზიკურად ვერ დააგიბრუნებს ნდობას, იმიტომ რომ შინაარსი არ შეიცავს არაფერს ისეც, რამაც შეიძლება ადამიანის შენს მიმართ ნდობით განაწყოს. იმიტომ რომ აწმყოს ლანძღვა ყველა შეუძლია. ამისთვის არ არის საჭირო პოლიტიკოსი. ჟურნალისტი ჩვენივრად აკეთებს. და თვითონ აი ის რომ აწმყოს ლანძღავ, ვერაფრით ვერ მოდის ლოგიკაში ნდობასთან, მაგრამ თუ ხედავ ხვალინდელ საქართველოს და ნამდვილად ხვდები რომ გზებსაც სწორედ ხედავ, ეს არ გავს სადღეგრძელოს, არ გავს ძველ სკოლას, არ მეუნები პირდაპირ რომ გუშინ რაღაც პარტია დააფუძნება, დღეს არ მეუნები პენსია რამდენი იქნება. აი პენსიამდე აღარ დაგხავს პოლიტიკა რა. მე არ ვამბობ რომ პენსიის რაოდენობა არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ მთელი ქართული პოლიტიკის პრობლემაც ეგ არის, რომ მთელი ქართული პოლიტიკა პენსიის რაოდენობა იყო. აი პენსიაზე იყო პირველი გამოდიოდა ლაპარაკობდი პენსიაზე. რომ ამდენი უნდა იყოს თუ იმდენი, აი როგორც კი ხვდება როგორც ეს მე ვიასრულებდით ხელისუფლებაში რომ პოლიტიკური პროგრამა შეიცვალა პოლიტიკური შინაარსით. ანუ ეს არ არის უბრალოდ რაღაცა ბროშურა, რომელზეც დატანილია ტექსტი, რომელიც თავად პარტიას არ აქვს საკითხული, მეტწილად. და არის მოფიქრებული რაღაცა სათაური, რომელიც შეგნებულად არის მარტო იმდენ მოფიქრებული, რომ მე ტექსტი აღარც წაიკითხო. აი ეს ყველაფერი არის შეცვლილი და რომ ლაპარაკობს ადამიანი, მართლა ხედავს რა. მე რო ვკითხო, რომ ჩემთვის ხვალინდელი საქართველო როგორია, ჩემთვისაც, ჯერ საქართველოსთვის. ხვალინდელი საქართველო არის, რომ ტვირთი ბრუნავს, ფული ბრუნავს, საქმის კეთება გვიხარია. ვისი ტვირთი? აღმოსავლეთის. სად მიდის? დასავლეთში. ჩვენ ვინ ვართ? ჩვენ ვართ დასავლეთ ცივილიზაციის ხუჭრიანი ბასტიონი, აღმოსავლეთის საზღვარზე. აქ რას ვაკეთებთ? ვაფასოვებთ ტვირთს, ვაბინავებთ ცოტახნით, მიმართულებებს ვაძლევთ და რეგიონში შემოსულ ინვესტიციებს ვემსახურებით. ფულს ვინ ჩადებს ამ ყველაფრისთვის? ჩადეს აგერ ამერიკელებმა ტვირთში და ამას მარტო მე კი არა, სხვა პარტიებიც უამრავი სტარტაპები ლაპარაკობენ თავის ხედვას და აბსოლუტურად ტვირთი ძალიან მნიშვნელოვანია და მე თავიდან ბოლომდე მოვყვები თუ რაღაც შუა დერეფანზე ვილაპარაკოთ 4 საათი და 15 წუთი, მაგრამ ამავდროულად არა მესმის აბსოლუტურად, მაგრამ ამავდროულად მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და არ გისწორებ ხარ უფლება, მაგრამ რომ შენ ხვალინდელ საქართველოს ხედავ ყოველგვარი დაჩაგვრის გარეშე, ანუ ადამიანის უფლებები როგორც ასეთი არის არა კავკასიის მასშტაბით მაღალ სტანდარტს, ეს გამიგე. აზერბაიჯანს თუ დაამარცხებ, ხო, აი დიდი ბიჭობა შეიძლება დღეს არის, მაგრამ დღესაც არ არის სიმართლე გითხრათ, მაგრამ მაინც ხო ადამიანის უფლება სტანდარტის შენარჩუნებაში. შენ ეჯიბრები კი არა, მართლა ტოპ 5-ში ხარ, რაღაც ფინეთს ეჯიბრები, ნორვეგიას, დანიაზე, შენ ხარ ორიენტირებული მოქალაქეზე, ადამიანზე. დარწმუნებული ვარ, ასე ფიქრობ შენს, ბარემ გითხავ, სურა. არჩევნები 28 წელს, 27 წელს არ მოუდგენელია, მაგრამ მაინც 28 წელს თუნდაც ვუბრუნდები პირველთებას. ხვალ ზეგ დატოვებენ საპატიმროს ის პოლიტ და სინდისის პატიმრები, რომლებიც ხელისუფლებას ხავს. გამოვა ერთიც მეორე ზოგს 2 წელი აქვს მის ზოგს 2.5. ხო უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში თავისით გამოვა ყოველგვარი ყაველაშვილის შეწყალების აქტის გარეშე. თან არც არავინ არ სთხოვს ამ შეწყალებას და არავინ არ ითხოვს. ხო არავინ არ უხდის ბოდის. ქართული ოცნების ხელისუფლება ისეთია, რომ შეიძლება ახალი პოლიტპატიმრები, სინდის პატიმრები გააჩინოს. ანუ გამოუშვას ერთი მზია პირობითად, ერთი ანდრო პირობითად და შეუშვას მეორე მზია და მეორე ანდრო. თუ ერთი პატიმარიც კი, სინდის პატიმარი და პოლიტიკოსი პოლიტპატიმარი ეყოლება 28 წლის სწორს, ასე ვიტყვი, არჩევნების სწორს, მაშინ მართლა არ მესმის.
ამ გარემოში პოლიტიკა მკვდარია, პოლიტიკური პარტიები გაუქმებულია, გარემო არ არის, მედია გარემო არ არის, რაღაცა საერთაშორისო დამკვირვებელი არ მოდის, არაფერი არ ხდება და ალბათ მაინც აღარ მივდივართ არჩევნებში, ოღონდ აღარ მიდის არა მარტო პოლიტიკური სპექტრი, არამედ მთლიანად ხალხი არ მიდის, რომელსაც აქამდე საზოგადოება უნდა მიიყვანოს სწორედასო პოლიტიკურმა სპექტრმა, რომ ხალხო მართლა ეს უკვე წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ხო არ ვწდები ლოგიკაში. აბსოლუტურად. თუ თქვენ რასაც აღწერთ, მაგას ქვია, რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ საარჩევნო უბანი ხო, აი ძალიან სწორი, აი კარგ რაღაცაზე მივდივარ, სხვათა შორის ჩააბეტონა დიქტატურა. მე თელფსონს სწორედ მანდებ, ეს რადიო თავისუფლების ინტერვიუშიც ვისაუბრე და სხვათა შორის გარკვეული ახალგაზრდობის ჯგუფი გამოეხმაურა საკმაოდ ისე, თან მესმის მათი, გულწრფელად მესმის სხვა თაობა. ნინოსთან ინტერვიუს, ხო თქვენს ინტერვიუს ნინოსთან. დიახ, ვერ ბოლომდე გონია რომ კარგად უნდა გამომარტო და ესეც აუცილებლად ჩვენი საქმეა, საერთოდ რა არის დიქტატურა. იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია თქვენს კითხვას უპასუხებ. თუ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა რომ არ დაუთმობს ქვეყნის გადამწყვეტ უმრავლესობასაც კი და ამბობს რომ არა, აი რამდენიც არ უნდა იყოთ ჩემთვის საარჩევნო უბანი იქნება ნოტარიუსი და ეხა შემობრძანდებით და გამიფორმებთ გამარჯვებას, საქართველოს მოქალაქეებს აქვს უფლება აიღონ საქართველოს კონსტიტუცია ხელში და ჩახედონ ძალიან კონკრეტულ მუხლს, რომელიც აძლევთ მათ გარკვეულ უფლებამოსილებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში. და იგრძნონ ნამდვილად თავისი ძალა. მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ სწორედ თელფსონსაც მაგაზე ვდებ გულწრფელად, რომ მაგის ძალა უბრალოდ არ აქვს. რისი თქმა მინდა, რომ აი სწორედ დიქტატურამდე მივდივარ. მე ესეთი რაღაცა ვთქვი, რომ მეთქი ეხლა რაც არის, ეს არის ფეოდალური დემოკრატია. აი დემოკრატიის ის ბნელი მხარე, რომელიც ძალადობრივია და მიდრეკილია ავტოკრატიისკენ. მაგრამ ჯერ კიდე მიდრეკილია. თქვენ საუბარში ბრძანეთ, რომ რაღაცა ჯერ კიდევ არის დარჩენილი. სხვა შორის ამაზე ახალგაზრდების გამოხმაურება იყო და ძალიან ბუნებრივი, მართლა ძალიან ბუნებრივი, რომ ვთქვი ხა ბოდიშიო რა თუ მართლა ტყეში არ მარხავენ გვამებსო. იცი შეიძლება ეგრეც მიპასუხო და მივიღებ, მაგრამ აქ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი ჭეშმარიტება. თუ მთელი ათასობით ადამიანი სოციალურ ქსელში, თუ ქუჩაში საუბრობთ, რომ ეს არის დიქტატურა, ესე იგი ეს არ არის ბოლომდე დიქტატურა. იმიტომ რომ დიქტატურას მთავარი ინდიკატორი ეს ტყეში ჩამარხვები უკვე სუსუ ბოლო ფაზარი. ეს ინტერვიუც კი ვერ შედგებოდა თუ ეს არის დიქტატურა. აბსოლუტურად. დიქტატურის მთავარი ინდიკატორი არის სიჩუმე. ანუ ვეღარც წერი, ვერავის ვერაფერს ვერ ეუბნები. ეხლა ალბათ მოვადრო და კიდევ მეტს ამ გამოცდილებიდან გამომდინარე და შეიძლება ეხლა ცოტა ისეთ ცნაურ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ თქვენი ნებართვით ვიტყვი, რომ ესენ წამს, რომ ესეც ეხლა როგორ იმართება დიდ ისტორიულ სურათში კარგია. ანუ ჩვენ ყოველთვის კრიზისი გვაფხიზლებთ და თითქოს აი კრიზისს გამოვხავართ. ეხლა საბოლოო ტოტალიტარული ანესთეზიით. ეხლა მე გაგეთანხმები კი. ხო, განვაგრძობ კიდეც ამ ჩვენ კიდევ უფრო ეს მოსაზრებაც ეს ვერსიაც არსებობს ეს მოსაზრება, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა დავენარცხოთ, რომ მე ფენიქსივით აღვდგეთ. ხო, აბსოლუტურად. იმიტომ რომ ჩემთვის მაყურებელი არ მიწეს, ხადია მეტყვის მაყურების ნაწილი, რომ ამის იქით სადღაოდა დავენარცხოთ და გავბედავ და ვიტყვი, რომ ამის იქით დანარცხებაც არსებობს, მესმის რომ ქართული კულტურისთვის, მათთვის პოლიტიკური კულტურისთვის ეს შეუფერებელი ამგვარობა ჩვენ არ გვინახავს, მაგრამ თუ შეიძლება თურმე აღმოჩნდა რომ აი ესეთი დრეკადი აღმოჩნდა დემოკრატია, მაგრამ სანაცვლოდ წარმოიდგინეთ იმდენი ადამიანი საუბრობს, აი 78 მუხლის მაგალითია უბრალოდ კარგი, იმდენმა ადამიანმა მოახერხა ამ პირხვებში კონსტიტუციის წაკითხვა, რომ ცვლილებების შემდეგ ის სიტყვები, რითიც იწყება საქართველოს კონსტიტუცია, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქენი ვთანხმდებით, იქნება ნამდვილად ჭეშმარიტი. აი იმ კონსტიტუციას დაიცავს ყველა და დიქტატურაზე ბოლო პასაჟი. და ეს გადაცემაც ვერ შედგებოდა და აი უბრალოდ ერთი მომენტი მინდა, რომ შემდგომ რაღაცნაირად ამ ადამიანებმა გაიაზრა და წაიკითხა საბჭოთა კავშირში ერთ მომენტში
ხალხი წვავდა დღიურებს. მაშინ არ იყო ტელეფონები, არ იყო სოციქსელები და წერა რაღაც ადამიანის ამბუნებრივი რაღაც. ანუ საკუთარ მოგონებებს წვავდნენ. რომ ეს არ ყოფილიყო ჩვენება. აი ეს არის დიქტატურა. მე გავაგრძობ ზურაბ, კი ბატონო, ბრძანე და მესვით აქ მე ვერ მიიღებს აქაური ქსოვილი. ყოველ შემთხვევაში ეხა ნამდვილად ღირს ერთი ძალიან დიდი გაბრძოლება, რომ სწორედ საპირისპირო აზრი ჩაბეტონდეს. ამ ქსოვილში დიქტატურა არ გამოვა. მადლობა ბოგი. ძალიან დიდი მადლობა ამ პასუხისთვის და რაღაცა საბჭოთა დიქტატურა და საბჭოთა პერიოდი ახსენე. დიქტატურა მართლაც მაყურებელს მიმართავდა არა ჩემ რესპონდენტს. იყო ისიც რა 1924 წელს გარდა იმისა, რომ იყო არსებობდა კაპკუცა ჩოლოყაშვილი და მისი რაზმი, სხვებიც არსებობდნენ. მათ შორის ერთი ძალიან ცნობილი მეცნიერი შვილი იყო, რომელიც დახვრიტეს თავის დღევანდელი თავისუფლების მოედანზე 24 წელს სწორედ და ამ ძალიან ცნობილ მეცნიერს არ დავასახელებ, ორ კვირაში დააწერინეს, რომ ჩემი შვილი დასახლეთი იყო. ამაზე უფრო დიდი ტრაგედია, შეთქმული კაცი იყო ეს. თავისუფლებისთვის მებრძოლი კაცი, ვინც დახვრიტეს და ის კიდე დიდი მეცნიერი შეიქნა მერე, განსაკუთრებით 30-იან წლებში. მაგრამ გასაკვირველია, უკვე იყო საკმაოდ ცნობილი კაცი, გამოჩენილი და ძალიან ბევრი რამის გამკეთებელი თუ გაკეთებული ქონდა ბევრი რამ. 24-ში დააწერინეს კომუნისტებმა, ბოლშევიკებმა, რომ ჩემი შვილი დასახლეთი იყო, არ დავასახელებ ახლა იმ კონკრეტულ მეცნიერს და კიდევ ერთი და ბოლო კითხვა ალბათ ზურა არ გვისაუბრეთ, არც ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, მაგრამ რამდენად შეგვიწყობს ჩვენ ხელს, მათ შორის ერთობისთვის, ამგვარი მოძრაობისთვის, არჩენებამდე მისვლისთვის, ან ნაკლები ტკივილებით მისვლისთვის, საერთაშორისო კონტექსტი. მესმის, რომ შესაძლოა ეს არ არის შენი მიმართულება, შენი სპეციფიკა, მაგრამ ყველა პატრიოტი ქართველი უნდა არ უნდა ადევნებს თვალყურს იმას, რაც გარშემო ხდება. გარშემოში ხა მაინც და მაინც პაკისტან ინდოეთის კონფლიქტზე ცხადია არ საუბრობთ. ისიც მნიშვნელოვანია ალბათ, მაგრამ მეც არ მეყოფა კომპეტენცია და აი უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის გლობალურ მარცხზე, სავარაუდო მარცხზე ვლაპარაკობ. ეს რამდენად აისახება ჩვენზე შეყვარჩინება ვიყოთ ავტორიტარიზმის ან დიქტატურისკენ მიდრეკილი კუნძული რაღაცა. თუ გარშემო უფრო და უფრო მეტი თავისუფლებაა, დემოკრატიას არ ვიტყვი. მეტი თავისუფლებაა განპირობებული თუ შექმნილი. პირველ რიგში გონია, რომ თუ აი ბოლო პერიოდი რო ავიღოთ, სადღაც პირობითად, უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, თუ ხელშეწყობა ყველაზე მეტად ეხლა შეგვიწყობს, ოღონდ კითხვა არის, რა ფორმის ხელშეწყობას მოვთხოვთ ჩვენ. და მაშინ ესე დავაყენებთ სადაც. ნახეთ, არც ერთ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს შარლ მიშელის პროცესის გამეორების მოთხოვნა. როდესაც ხალხი სრულად გათიშულია პროცესიდან და ვიღაცას ჩამოსული ევროპიდან ადამიანი პოლიტიკურ ძალებს ალაგებს. ამ შემთხვევაში სწორედ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს სამოქალაქო პოლიტიკური მხარდაჭერა, როგორც თავად ალტერნატივა და პროცესი, როგორც თავად ალტერნატივა, რა ინსპირაციას მიცემს სხვადასხვა საერთაშორისო აქტორებს, რომელიც თავის მხრივ უკვე დაიღალნენ აწმყოთი საქართველოსა და ზოგადად რეგიონში, რომ ახალი ინიციატივები წამოვიდნენ, ძალიან წერტილოვანით, მაგრამ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანით, რომელიც ამ პროცესს ეხმარება, იმიტომ რომ მე მგონია და აბსოლუტურად გეთანხმებით, ჯერ საქართველოს გუნდში გეოპოლიტიკაში ყველაზე სუსტი ვარ და ისე ძალიან ბიზნეს ეკონომიკური გადმოსახედიდან უყურებ, მაგრამ აი როგორც მე ვუყურებ იქიდან ესე ჩანს, რომ თითქოს ბოლომდე ვერ გაიგეს რა ინიციატივას დაუჭირონ მხარი. ანუ უბრალოდ რას დაეხმარონ და თუ იმიტომ რომ სადღაც დღის წესრიგი არ ჩანს. მესმის კი ბატონო. ხო, ჩანს გარკვეული პარტიების მოთხოვნები, მაგრამ არ ჩანს დღის წესრიგი და ალბათ თუ გაჩნდა დღის წესრიგი და გაჩნდა ძალის ცენტრი, მაშინ ძალიან ცხადია რას ეხმარები. დიდი მადლობა. არ მგონია, რომ საერთაშორისო, არ მგონია, რომ რეგიონულმა კონტექსტმა უბრალოდ მოდი ესე ვიტყვი,
საერთოდ გავთიშოთ რეგიონული კონტექსტი და მანდაც ესე თუ შეგვიძლია დავსვათ საკითხი. რა დონეზე შეგვიძლია ვიხმაუროთ ამ დღის წესრიგის ფარგლებში, ოღონდ ვიხმაუროთ ვამბობ მედია ხმაურს საერთაშორისო არენაზე, რომ უბრალოდ არ დავტოვოთ საერთოდ სივრცე იმის, რომ ცოტა ყურადღება მოგვაქცია. ესეც ერთგვარი კამპანიის ნაწილი. ზურა შარაშენიძე იყო ჩემი სტუმარი. უღრმესი მადლობა ზურა, მე ვფიქრობ მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო ინტერვიუ დავარქვათ, ან დიალოგი დავარქვათ. გამოგვივიდა მე და ჩემს დღევანდელ რესპონდენტს, მე წარმატებას და გამარჯვებას უსურვებთ მისი მოსაზრებები, ვფიქრობ ბევრი ამომრჩევლისათვის, ბევრი ზრდასრული და მომავალზე დაფიქრებული ამომრჩევლისათვის იქნება საინტერესო და საყურადღებო. მადლობა ზურა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ ირაკლი. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.